წეგა როგორც ბრძანეთ ცუდ გავლენას Instagram-ის და TikTok-ის და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად პაციენტს როცა გადასული არიან მუდმივად ამ სურათების, ფოტოების, სხვისი ფოტოებზეა საუბარი ყურებაზე და ნახვაზე, ყველას უჩნდება სურვილი, რომ მით უმეტეს ხშირად ეს ფოტოები ფილტრ დადებული ფოტოებია და ის თუ გამოიყურება კარგად, რატო არ შემიძლია მე. ეს იწვევს მუდმივ სტრესს. და ძალიან ხშირად სწორედ სტრესის გამო მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას. სოციალურმა ქსელებმა და ალბათ ამ ძალიან გაპრიალებულმა რეალობამ, ვიზუალის აღქმის ალბათ ეგეც გააკეთა, რომ ადამიანებს თვით შეფასება დაუქვეითა, ხო? რეალურად მაგასთან გვაქვს საქმე. კვლევები გვიჩვენებენ, თანამედროვე კვლევები ამას ძალიან მჭიდრო კავშირი არსებობს სტრესის დონის მატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სოციალური ქსელები გახლავთ და მე ეს ჩვენს ყოველდღიურობაში მოითარგმნება უკვე ასეთ პაციენტების გაჩენით კონსულტაციებს.